რომელიც სამების საკათედრო ტაძარში უკვე 46 წელია, ქრისტიანებისთვის ყველაზე მძიმე დღეს. ყოველ წითელ პარასკევს ისმის, ნაირა ნაჩხატაშვილს ეკუთვნის. დავით გურამიშვილის ლექსზე შექმნილი საგალობელი ვაირა კარგი საჩინო, რომელსაც ხალხი ღვთისმშობლის დატირებას ეძახის, პირველად 70-იანი წლების მიწურულს შეასრულა. 1979 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ამ საგალობლის შესაქმნელად კომპოზიტორები მოიწვია. ნაირა ნაჩხატაშვილს კი მისი შესრულება სთხოვა. ისე მოხდა, რომ ყველა კარგი იყო, შესანიშნავი იყო. მაგრამ ჩემი აზრით საინტერესებდა შენ რა სიტყვიო, მეც იქ ვიყავი მოსმენის დროს და მე ვუთხარი, ყველა ძალიან ლამაზია, კარგი არის, მაგრამ თქვენ უწმინდესობა არ უნდა, აქ ხო ტირილია, აქ ხო მოთქმა არის და ძალიან უშუალოდ ქართველი დედა როგორც დაიტირებს, ისე უნდა იყოს თქო და ჩემი აზრით თქო და აბა როგორ და აი ესე იქვე ჩემი გოგონები იყვნენ, მგალობლები, ხო და ბანი დავაჭერინე რაღაცა და აი ტექსტი დავიჭირე, თუ არა წამოვიდა და ზუსტად ეს მელოდია შეიქმნა. საგალობელი პირველად სიონის ტაძარში შეასრულა და ის ემოციები ახლაც კარგად ახსოვს. ერთგვარად ჯვრის ზიდვის ტოლფასია. გალობდი, მაგრამ ძალიან ძნელია ემოციის შეკავება, ძალიან რთულია, იმიტომ რომ ისე არ არსებობს ის ზერელე წაიგითხო, ისედაც გურამიშვილი მოგეხსენებათ. როგორი გენიოსი ყავდა. მარტო ჩემთვის არ უნდა განვიცადო, მარტო მე არ უნდა მეტკინოს. მე ის მინდა ხალხმა გაიგოს, ვისთვის ეწამა, რისთვის ეწამა. მინდა ყველა აი მარტო დარჩეს თავის სინანულთან, თავის ტკივილთან და ერთხელ მაინც იტიროს, ერთხელ იმისთვის არა რომ მაინცა და მეცრემლი, აი ის შეიგრძნოს ის ტკივილი, რომ მასთან მივიდეს, კარი გაუღოს, გული გაუხსნას ქრისტეს და გაიგოს რისთვის ეწამა ჩემი იესო. ტაძარში გალობამდე მას წარმატებული მუსიკალური კარიერა ჰქონდა. კონსერვატორიაში საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა. ატარებდა სოლო კონცერტებს. ხშირად მაესტრო ჯანსუღ კახიძე მას გასტროლებზე და ფესტივალებზე იწვევდა. მას შემდეგ, რაც ტაძარში გალობა დაიწყო, არაერთ პროფესიულ შემოთავაზებაზე თქვა უარი და ნელ-ნელა ჩამოშორდა სცენას. აი ადამიანური თვალთახედვით მაინც გინდა ხო ადამიანი რო ხარ როგორც წყალი მოგზღურდება და რო იცი რომ ბევრი რაღაცის გაკეთება შეგიძლია და ამ დროს რაღაცა ტაძარში ვიყავი და ნუ ეხლა თან ეხლა რაც წლები გადის ხო უფრო შეიგრძნობდა, უფრო იცი რა რისთვის კეთდება და უკან გადასახედზე ერთი წამითაც არ წყდება გული. იმიტომ რომ ჩემს საქართველოს, ჩემს ქართველობას ცრემლის მოწმენდა სჭირდებოდა. რაღაცა დამევალა ეტყობა უფლისგან. როგორც ამბობს, წლებთან ერთად ზუსტად გაიაზრა რა იყო მისი მისია. ამიტომ გალობას შეიძლება ითქვას, რომ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა. დღევანდელ გადმოსახედზე მე ვწმუნდები, რომ მე მგალობლად დავიბადე და კიდეც შეძლების დაგვარად თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, ყოველთვის ვიგალობებ. ფიზიკურად იქ რაღაც დიდი წამოგდგება, იქ ფეხი აქტივდება, მაგრამ ხმა თავის ადგილზეა და მე ვიცი, რომ ეს იმიტომ, რომ ჯერ უფლებას მაძლევს ჩემი უფალი, რომ ისევ და ისევ ვიგალობ.